მოგესალმებით, მე ვარ თეკო შენკენი და ეს ჩემი არხია. თუ გაინტერესებთ როგორ შეიქმნა ლილიანას მაკიაჟი, ვიდეოს უყურეთ ბოლომდე. მაგრამ მანამდე არ დაგავიწყდეთ ჩემი არხის გამოწერა და ამ ვიდეოს დალაიქება, რომ გქონდეს мотивация უფრო კარგი ვიდეოები შემოგთავაზოთ. თუ გაინტერესებთ რაიმე კონკრეტული მაკიაჟი, დაწერეთ კომენტარებში და აუცილებლად გავაკეთებ. მაკიაჟის გაკეთებას ყოველთვის ვიწყებთ კანის მომზადებით. კანის მომზადებას ვიწყებ კანის გაწმენდით, რომ შემდეგი პროდუქტები სუფთა კანზე ჩავიდეს ღრმად და ლამაზად. შემდეგი ეტაპი არის ტუჩის დატენიანება, რაც აუცილებელია, რომ ტუჩსაცმელი დაჭდეს ლამაზად. ეს არის სმიცის ტუჩის ბალმი. სანამ მაკიაჟის ბოლოში გავალთ, ტუჩის მომზადდება. შემდეგი ეტაპი არის Innisfree შრატი. ლილიანას აქვს ნორმალური ტიპის კანი და რადგან მე მინდა რომ დატენიანებული ჯანსაღი სიბზინვარე გქონდეს კანზე, ამ შემთხვევაში გამოვიყენებ ყველა პროდუქტს კანის მოვლისას. თუ მაგალითად ცხიმიანი კანი იქნება, შეიძლება ყველა პროდუქტი არ გამოვიყენო. ამიტომ კანის ტიპის მიხედვით ვარჩევთ კანის პროდუქტებსაც. გადმოვიტან ხელზე და დავიწყებ კანზე დამუშავებას. შემდეგი ეტაპი არის თვალის კრემი და ეს არის ბობი ბრაუნის თვალის კრემი, რომელსაც ასევე ხელით დავატან. ბობი ბრაუნის თვალის ეს კრემი ძალიან კარგი ბაზაა მაკიაჟისთვის, ძალიან სუყე დამატენიანებელია და ძალიან კარგად მუშაობს მაკიაჟის პროდუქტებთან, ამიტომაც ჩემი აზრით ვიზაჟისტების ერთ-ერთი საყვარელი პროდუქტია. გადავიდეთ კანის დატენიანებაზე, ეს არის ლოქსიტანის დამატენიანებელი კრემი. ამოვიღებ ახლა შპატელით და ხელით დავუტენიანებ კანსაც. შედ მეკითხებიან ხოლმე, რატო ვხმარობ ხელს და რატო არა ფუნჯს. ხელით ძალიან კარგად თბება პროდუქტი და ძალიან კარგად მასაჟდება კანთან. ამიტომ ჩემთვის მნიშვნელოვანია, რომ კანის ტექსტურა იყოს კარგად დატენიანებული და ხელს რომ ჩაყავს ღრმად კანში პროდუქტი, ფუნჯი ამას ვერ აკეთებს. და მიზეზი ეს არის, რატომაც არ ვხმარობ კანის მოვლის დროს ფუნჯს. გადავდივართ ტონალურ კრემზე და ტონალურის შემთხვევაში ლილიანას აქვს თბილი ფერის კანი და ამ შემთხვევაში შევარჩიე მე ნარსის ეს ორი ტონალური, ერთის ფერი არის პატაგონია და Radiance არის ლიმა. სტრუქტურასაც შეეხება, ეს არის კრემოვანი და მინდოდა რომ ცოტა სრული დაფარვის ეფექტი მიგვეღო, ამიტომ ამათი ნარევი გამოდის ძალიან ლამაზი, ასე რომ დავიწყოთ და ნახოთ ახლა რაზე ვსაუბრობ. ფუნჯს ავიღებ ესეთ buffing brush-ს, ქართულში სადღისი არ ვიცი. ეს არის Beautiful Realis ტონალურის ფუნჯი, დავიწყოთ დამუშავება კანის. იმ შემთხვევაში, თუ ლილიანის შემთხვევაშიც დეკოლტე უფრო მეტად მუქი არის ვიდრე სახე და ტონალურიც შევარჩიე ნახევარი ტონით მუქი, ვიდრე მისი სახეა, რომ ერთი ფერის ყოფილიყო დეკოლტეც და სახეც. გამოვიყენებ ნარსის აი ამ კონსილერს, რომელსაც ქვია Honey. ფერის კორექციისთვის და სისხლძარღვების დასაფარად. ეს არის
დაახლოებით ესეთი ატმისფერი კონსილერი. ცოტა წარბთანაც ავიტანოთ. ძალიან თხელფენას გადავადებ თვალზეც, რომ დაიფაროს კანის სტრუქტურა. და შემდეგ უკვე ავიღებ კანზე ოდნავ ღია კონსილერს. აი ესე. შემდეგი კონსილერი არის ნატაშა დენონას კონსილერი და ფერი არის N1. და ამ შემთხვევაში აი ასე. დავიწყოთ დამუშავება დარტყმითი მოძრაობით. ეს არის რეფერის ფუნჯი 32. ცოტა დრო ჭირდება, რომ კარგად დამუშავდეს და ჩაჯდეს კანში. დავიწყოთ სახის კონტურინგი და გამოვიყენებ Chanel-ის ბრონზერს. ფერი არის 395. გავატყოთ ცოტა ხელზე და დავიწყოთ პრიმალის წვრიდან. ფაქტიურად უნივერსალური ფერია, სხვა ფერებიც აქვს Chanel-ს, მაგრამ ეს ფერი ყველაზე მეტად მიყვარს. ნეიტრალური ფერი არის, არც ძალიან სითბოში მიდის და არც ძალიან სიცივეში. და ძალიან ლამაზ არხატის ეფექტს აძლევს კანს. ისე არაქართული სიტყვა უნდა გამოვიყენო. ცოტა ღვთის ცვალზეც გამოვკვეთოთ ღვთის ცვალიც. ცოტა ხვირზეც. ბლაშს გამოვიყენებ პატრიკტას. აი ამ ბლაშს, რომელიც ჩემი აზრით შემოდგომისთვის ძალიან ლამაზი ფერია. ფერს ქვია She's Wanted. და რა ფუნჯიც გამოვიყენე ტონალურისთვის, იმ ფუნჯს გამოვიყენებ კრემოვანისთვისაც, კრემოვანი ბლაშისთვისაც. ხელზე გავითბობ ამ პროდუქტსაც და დავიწყებ დარტყმითი მოძრაობით. ცოტას ჩამოვიტან პრიმალის ქვემოთ. ავიტან კარგად ახლოს თვალთან. განიერად მოხდება ეს ფორმა ბლაშის ლილიანას. გამოვიყენებ Charlotte-ას setting sprays, რომ დავაფიქსირო, რომ კანის ეს სტრუქტურა არ დამეკარგოს დაპუდრის მერე. ამიტომ ლილიანა დასაფიქსირებელ პუდრს გამოვიყენებ პუდას და ეს არის ფერი Peach Pie. პატარა ფუნჯით, ჯერ ფუნჯს დავამუშავებ, გადავასწორებ თუ კონსილერი ჩამჯდარია თვალთან სადმე და დავიწყებ ახაჭერელიანა. და დავიწყებ დაფიქსირებას. ხასეთ. დარტყმითი მოძრაობით, რომ ფუნჯმა არ გამოფუჭოს კანის ტექსტურა. სახისთვის გამოვიყენებ Charlotte-ას 2 ნომერ სახის პუდრს. დავიწყოთ. ფუნჯი არის Beautiful Realis ბრონზერის და პუდრის ფუნჯი. ამ შემთხვევაში გადავატარებ ოდნავ
ყოყაზეც. ბრონზერად გამოვიყენებ Marios bronzers და ეს არის ფერი light medium-ი. თართხმეტი მოძრაობით ძალიან მსუბუქად ბლაშს გამოვიყენებ კოსასის, აი ამ ბლაშს არის ძალიან ლამაზი ფერი, ოდნავ ის მძინორეც აქვს და მგონია რომ ძალიან გაახალისებს მაკიაჟს. ძალიან მსუბუქად გამოვიყენებ Dior-ის highlighters და შევურევ აი ამ ორ ფერს. ოდნავ ავალ წართან ძალიან ლამაზ ოვალს მიცემს ელიანის სახეს. ასე წასმული highlighter. ოდნავ გამოვიყენებ სკვერისში. წარზე გამოვიყენებ Benefit-ის დასაფიქსირებელს და Kevin Ocon-ის წარბის ფანქარს, ფერი არის ბრუნეტი. დავარცხნოთ ლილიანას წარბი. მეორე არაფერი ჭირდება ლილიანას წარბს, სადაც ლამაზი წარბი აქვს. ოდნავ ჩავამატებ რამოდენიმე ღერს. დავაფიქსიროთ. თვალზე გამოვიყენებ Atlictas Major Dimension 2 ლიტრიდან კრემოვან ჭრილს, რომელიც არის აი ასეთი ფერი. დავიწყოთ გადანაწილება. კრემოვან ჭრილს ვიყენებ როგორც ბაზას. და ჩემი აზრით ძალიან მოხდება შემოდგომას ეს ფერები და ლილიანასაც. დავიწყოთ თართხმეტი მოძრაობით ვანაწილებ, როგორც ხედავთ. ბრტყელი ფუნჯით. ეს არის ჩემი ფუნჯი. რომელიც ჯერ ისევ პროცესშია. ძალიან ლამაზი საშემოდგომო ფერია. ავიღებ პატმაგრათის აი ამ პალიტრას და გამოვიყენებ აი ამ ფერს. იგივე ფუნჯით დავიწყებ ამ ჭრილს. დავადებ კრემოვანს, რომ მივიღო უფრო მდგრადი და უფრო მკვეთრი ეფექტი. კრემოვანზე როცა ვადებ ჭრილს, გარდა მდგრადობისა, სტრუქტურას იძენს სხვანაირს, აი როგორც ხედავთ თქვენც, ეს არის კრემოვანი. ფარხატის ეფექტი აქვს კანის ტექსტურას, ასე რომ მეყვარს კრემოვანით ვიწყებ მაკიაჟის კეთებას. თანაც გაგეძებ ძალიან დიდხანს. ავიღებ აი ამ ფერს იმავე პალიტრიდან, წვერით, ეს არის Blending Brush-ი რეფერის 27 ნომერი ფუნჯია, ხელზე ოდნავ დავიმუშავ და დახრილი ფუნჯით ოდნავ ამ ფერით გავაკეთებ გრადაციას.
იგივე პალიტრიდან ავიღებ აი ამ ბზინავ ფერს და დასაწყისში დავიწყებ ყველაზე ლამაზად იდება თითით მცენარე ჩრდილები და თანაც წარიწარე. ავიღებ იგივე პალიტრიდან აი ამ პირველ ფერს და დასაწყისში ამ მზინავს ოდნავ დავადებ იგივე ფერს. ჩამოიყაროს გლიცერები. გამოვიყენებ თვალის ფანქარს, ეს არის არმანის თვალის ფანქარი. ქოვითი ყურელელიანა. ეს ფანქარი არის ძალიან რბილი, შეგიძლიათ გამოიყენოთ როგორც ფანქრის ტექნიკა, ან როგორც ლაინერი, ისე შრება. ეხლა პირდაპირ ეყვა. სანამ გაშრება შეგიძლიათ თამაშოთ, თუმცა მე ხა როგორც ლაინერს ისე ვუკეთებ. გამოვკვეთრებ უბრალოდ. დავაკრავ წამწამს, ქოვითი ყურელიანა. ერთი წამწამი შეთვანა. ეს არის ძალიან ბუნებრივი ფორმის წამწამი. გამოვიყენებ Benefit-ის ტუშს, რომელსაც ქვია Bedgal. და ლილიანა ზემოთ იყურე თვალებით. გამოვიყენებ ცოტა ქვედა წამწამზე, ძალიან მეყვარს ქვედა წამწამზე. ტუჩზე გამოვიყენებ Clarins-ის gloss, ეს არის 08 ნომერი და ColourPop-ის კონტურს, ამას ქვია On Ice. ეს ფანქარი არის ძალიან რბილი, ძალიან კარგად ნაწილდება ტუჩზე და ძალიან მდგრადია. ბიუჯეტურია სხვათაშორის, არაფერი ისეთი. არ აქვს რომ არ გადასწრებო. მინდა რომ ტუჩის კონტური იყოს უფრო მუქი, ამიტომ სადაც დავამატებ რომ გავუკეთო გრადაცია.
ბოლოს დავაფიქსირებთ შარლოტას setting spray-ით და ასე გამოიყურება ლილიანას საშემოდგომო მაკიაჟი თავისი ფორმით, ფერებით, ჩემთვის ძალიან შემოდგომაა. მადლობა რომ იყავით ჩემთან ერთად. არ დაგავიწყდეთ ვიდეოს მოწონება და ჩემი გვერდის გამოწერა.